რაზე გავლენას ახდენს წარსულში განცდილი და გადაუმუშავებელი ნეგატიური ემოციები ჩვენზე? ჩვენი ემოციები დიდ გავლენას ახდენს როგორც ჯანმრთელობაზე, ისე ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით თუ საქმე ნეგატიურ განცდებს ეხება. ადამიანების უმეტესობას გონია, რომ ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა წყენა, ბრაზი, შიში და დანაშაულის გზნობა, მხოლოდ კონკრეტულ დროის მონაკვეთში განიცდის, მას შემდეგ რაც გავა დრო, დაავიწყდება და ემოციაც გაქრება. სამწუხაროდ ასე არ არის, ისინი ჩვენს სხეულში რჩება და თუ დროულად არ მოხდა მისგან განთავისუფლება, შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ ახდენს ამ ემოციების გაცნობიერებას და გადამუშავებას, წლების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური ემოციები აავადებს სხეულს ხანდახან საკმაოდ მძიმე და განუკურნებელი დაავადებებით. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის დახმარება, რათა ცხოვრებამ ისევ შეიძინოს ბავშვობაში განცდილი სიცოცხლით სავსე ფერები და ემოციები, როგორებიცაა სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, ბედნიერება და სხვა. ჩვენ არ ვართ ამ სამყაროში დაბადებული იმისთვის, რომ მხოლოდ ვიტანჯოთ. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელშია. გისურვებ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციის განცდას.